მოგესალმებით მეგობრებო, დისტილერია სპირტაურა და მე დიმიტრი მანჯავიძე ვარ. კარგი ხანია ვიდეო არ ჩამწერია. დღეს გადავწყვიტე ერთი პრაქტიკული ვიდეო ჩავწერო, პრაქტიკული რჩევით, პრაქტიკული კონსულტაციით პატარა და ეს რას გულისხმობს. აპარატზე, თანამედროვე არყისახთელ აპარატზე გვაქვს კონდენსატორები. ამ შემთხვევაში ეს აპარატი ორი კონდენსატორით არის, ამას დეფლეგმატორსაც ეძახიან. ეს ერთი კონდენსატორი, ეს მეორე კონდენსატორი. ვინც ოდნავ შეხება აქვს ესეთი ტიპის აპარატურასთან, უნდა იცოდეს, რომ ამ კონდენსატორში მოძრავი წყალი, რომელიც ონკანიდან მოედინება, იკეთებს ნადებს. ამ წყალს გააჩნია მოგეხსენებათ სხვადასხვა მარილები, მინერალები და ასე შემდეგ. აი როგორც ჩაიდან იკეთებს ძირში ერთგვარ რაღაცა ნადებს, ხო? აი ასევე ცხადია, რომ თუმეტეს აქტიური მუშაობის პირობებში, ხო, ხშირად უხდით, ანუ შიგნით მოძრავი წყალი გვინდა თუ არ გვინდა გაიკეთებს ნადებს. დროთა განმავლობაში ეს ნადები მოიმატებს და აი აქ ახლა წვრილი სპირალია, ამაში მოძრაობს, შიგნით მოძრაობს წყალი და დროთა განმავლობაში ეს ნადები სისქე იზრდება და რაღაც მომენტში თუ ასე უყურადღებოთ მივატოვებთ აი ამ პროცესს, რაღაც მომენტში გაჭედავს წყალს, რა ვეღარ გაატარებს წყალს ეს კონდენსატორები. და რა მოხდება ახლა? მოგვიწევს შეცვლა რა, თუ გაჭედავს, მოგვიწევს შეცვლა ამის და ეს ამბავი ხარჯებთან არის დამოკიდებული, ხო, ცხადია. ამიტომ რა საშუალება არსებობს იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ხელახლა ყიდვა აი ამ მოწყობილობის კონდენსატორის. მithumetes ორი ერთად თუ გაიჭედება, ახლა ორმაგი ხარჯი მოგვიწევს. და რას ვაკეთებ ახლა, რო გითხრათ კონკრეტულად, აი ეგერ მაქვს პომპა. აი ეს პომპა, აი ამ ნაწილიდან, ამ რეზერვუარიდან ქაჩავს წყალს, აი ამ შლანგით, ანუ ქაჩავს აი ამ შლანგით. ამ შემთხვევაში ეს შლანგი მოვათავსე. აი აქედან ქაჩავს წყალს. ამაში მაქვს ახლა ლიმონჟავა, თბილ წყალში გავხსენი კარგი რაოდენობით ლიმონჟავა. ქაჩავს ერთის მხრივ, კი ბატონო, ამოქაჩა, შევიდა პომპაში. თვითონ პომპასაც გავრეცხავ, ამ შემთხვევაში მე პომპას ვიყენებ რა, აი ამ პომპას, ამ პომპით ვაწვდი წყალს კონდენსატორებს. და აქედან არის გამომსვლელი. ეს გამომსვლელი შლანგი, ნახეთ, აი რომ მივყვეთ რა. შედის კონდენსატორში, ერთ კონდენსატორში. ეხლა ამ კონდენსატორში მოძრაობს ლიმონჟავიანი წყალი. აქედან გამოდის, მერე უერთდება მეორე კონდენსატორს, კი ბატონო, და მეორე კონდენსატორიდან ეს შემსვლელია და ეს გამოსვლელია უნდა წავიდეს წესით კანალიზაციაში, მაგრამ ამ შემთხვევაში კანალიზაციაში აღარ მიდის და ნახეთ, მივუყვეთ, აი ეს შლანგი მოდის და თავსდება ისევ აი ამ სათლში, ვედროში. და ანუ რას ახდება ახლა ცირკულირებს რა, ეს ლიმონჟავიანი წყალი ორივე კონდენსატორში ცირკულირებს, ბრუნდება და ეს ლიმონჟავა ტრიალებს მოკლედ აი ამ სისტემაში, კონდენსატორების სისტემაში და შიდა ნადებს, რაც გააჩნია, რაც დაუგროვდა ახლა ამ კონდენსატორს, მე ხშირად ვახდენ დისტილაციას და ბევრი წყალი მოძრაობს, ანუ აი ამ კონდენსატორებში. და გაივლის ახლა კონდენსატორებში ეს ლიმონჟავიანი წყალი და შიდა ნადებს მოაცლის რა, გაათავისუფლებს იმ ნადებისგან და ცხადია ეს უზრუნველყოფს კონდენსატორების ხანგრძლივ ექსპლუატაციას. აქვე გეტყვით, რომ ლიმონჟავის ნაცვლად შეგვიძლია სოდა გავხსნათ წყალში, თბილ წყალში და სოდაც იგივე ეფექტს მოახდენს, ანუ გაწმენს იმას რა, სისტემას.
ხო, რა ვიცი, ეს პერიოდულად საჭიროა ეს ღონისძიება ჩავატაროთ, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნე, კონდენსატორები გაიჭედება რაღაც პერიოდის შემდეგ. მით უმეტეს თუ ხშირად ვახდენთ დისტილაციას და ბევრი წყალი ხდება, ბევრი გამავალი წყალი ხდება, ხდება ამ კონდენსატორებში. ფიქრობ, რა ვიცი, ახლა ავხსენი როგორც შემეძლო, კი ბატონო და კარგი იქნება პერიოდულად ეს ღონისძიება ჩაატაროთ. ნუ შემთხვევაში მე მაქვს ეგეთი პომპა რა ვიცი, მონაცემი აგერ არის. ეს პომპა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ან სხვა პომპა, რომელსაც ექნება წნევა და ნუ გაივლის კონდენსატორებში წყალს, ლიმონჟავიან წყალს, ჩემ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში სოდიანი წყალით შეიძლება. ბევრი სოდა კარგად გავხსნათ და ეს სოდა რო იმოძრავებს, სოდასაც აქვს ეფექტი რომ მოაცილოს ეს ნადები. აბა დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მოხარული ვიქნებით თუ ეს ერთგვარი რჩევა გამოგადგებათ, გამოიყენეთ პრაქტიკაში და თქვენს ინსტრუმენტებს, სადისტილაციო ინსტრუმენტებს გაუხანგრძლივებთ ექსპლუატაციის ვადას. კარგად.